Τώρα ბანალური წლებია. რატო არის? და იგივე სიტუაციის დაარწმუნებული ვარ. მოდი ვიკამათო. აი, მაინც. სადი? ახლა წავიდე, შენაკი წახვალ. ვიკამათო. პირველი თამაში რო იყო. მე ჩემ შუკირში დაგასრულებინეთ. შუკირო ჩაკრო, იმ ჩამფრა სტადიონზე. ეხლა გამარჯობა, ჩვენ ვართ Fab 44-ში, ეს არის მოდი ვიკამათოთის მე-6 ეპიზოდი და დღეს ჩვენ სტუმრად ყავს ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზე, ანუ ადამიანები, რომლებსაც ითხოვდნენ ყველა ეპიზოდის კომენტარებში. გამარჯობა ხალხო, როგორ ხართ? გამარჯობა, არა გაჩვენს. გამარჯობა. როგორ ხარ? მეც კარგად, ისიამოვნეთ ჩემპიონთა ლიგის მერვე ფინალებით. ისე რა, არა. ბოლო თამაშამდე. რეალი ატლეტიკომდე ვართ, ხო? ჩვენ მე ვისაუბრობდი ტატო, ვინც არ ჭამს და კი ბატონო, მართალია, როდის? მე ვისიამოვნე რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ძალიან მომწონს ეს ახალი ტექნოლოგიები რო ინერგება ფეხბურთში. საქართველოს ნაკრების შემთხვევაში ხო ძალიან კარგი იყო და ჩემი საყვარელი გუნდის შემთხვევაში ძალიან კარგი აღმოჩნდა. შვენიერი. და მოგწონს ისიც რომ ფორმატი შეიცვალა. ახალი ფორმატის მიხედვით უკვე ერთი ქვეყნის გუნდები მერვე ფინალში ჯობდნენ ერთმანეთს და ამ ატლეტიკოს სადარ ყავდა დამარცხებული და მერვე ფინალში და აქაც შეხვდნენ და აქაც მოუგეს. დარჩა პლეინი. ხო. პლეინი დარჩა და ხო. არ ვარ წინააღმდეგი კიდევ ერთი გადაკვეთის. მეც არ ვარ წინააღმდეგი ატლეტიკო მიყვარს და იქნებ სადღაც რევანშის შანსი ქონდეთ, მაგრამ უკვე აღარ მაქვს იმედი. მე არ მგონია რომ რამე შეიძლება მოხდეს ახლა მაგა დაპირისპირებაში და რევანშა დაღიქვა ადამიანმა. პატარა რა, მინი პატარა გამარჯვება. არაფერი. შემდეგი 20 წელი თუ ატლეტიკომ ყველაფერი არ მოუგო. 4 ფინალი უნდა მოუგოს, აი ზედ ისეთ ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალი, რომ აი ბოლომდე ამოანდინოს წვერში თორე ისე შანსი არ რაც არასდროს არ მოხდება. ხო. განაცემის წესები მარტივია. პრინციპში თქვენ ორშაბათობაში არაერთხელ გითამაშიათ. ეს თამაში რაღაც განცხადებებს გავაკეთებთ და თუ დაითანხმებით, გაჩვენ რა დონეზე დაითანხმებით, 100% ვეთანხმები, არ ვეთანხმები და ბოდოა. ერთადერთხელ დაფიქსირებულა ამ განაცემის ისტორიაში ისეთი რადიკალური პასუხები, რომ ერთს ბოდოა მოენიშნა, მეორეს 100% და ვნახოთ დღეს თუ გამეორდება. ტატო ძალიან გიხდება კაფი ულოშებზე. მითხარი მე. ძალიან ლამაზად გაქვს. თუ გინდა ეგრე გავაგზავნო. აიო. ლუცუ ხდება. მე მგონი არ უნდა კაფი როგა კაი. არ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ კამას რო დაიწყებდა, რაც არ მაგ არგუმენტი ერქვა, არასერიოზული იქნებოდა, დებილი ვარ. ჩემი ეს რო გასოს არასერიოზულობაზე გეკ. მაგას ვერ ვიტყვი ხა თორემ. დავიწყე. ბევრად კაი ისმო. ულაშებზე კაფზე მეტად კაი ისმო და მე კამერები რო გაიჩვენა, მე მოგიყვებით ყველას. კაი. პედრი ბელინგემზე უკეთესი ფეხბურთელია. 3-2-1 ვიტყვი და მოდი მოიცო, არა, ზოგ ფიქრი არ დრო არ გვაქვს. გაქვს, თქო თქო მითხრეთ, ზადვართო და მე 3-2-1 ვიტყვი. შემიძლია დაუტოვო რომ აი არ ვიცი ფუ დატოვო არ შეიძლება 4-დან რომელი მე ვზად ვარ. ვაჰ, პედრი ბელინგემზე უკეთესი ფეხბურთელია, ეგ არის ეგეთი? კი. შემიძლია. მე თითო წუთი მოგეცემათ არგუმენტებისთვის, მე საერთო წუთი და მე გამოვიდან დასკვნას შეძლების დაგვარეთ. დავაი. 3-2-1 არ ეთანხმებით არც ერთი, რომ პედრი ბელინგემზე უკეთესი ფეხბურთელია. ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა დაფიქსიროთ აზრი, რატო არ ეთანხმებით და გადავალთ შემდეგ. მე მგონია რომ ერთი დონეა ასე ვთქვათ რა. ანუ ვერ ვიტყვი ვერც იქით. ვერც იმაზე პირიქითაც ვერ ვიტყოდი, როგორ თქვა ბელინგემ პედრიზე, იგივე ესე დავაფიქსირებდი, იმიტომ რომ არ მგონია რომ რომელიმე ამ ეტაპზე ერთმანეთზე უკეთესი იყოს. ისი ძალიან მაგარია, ესე ძალიან მაგარია. ხო, ამ ეტაპზე შეიძლება უფრო თქვა რომ ბელინგემის უპირატესობა მაინც, იმიტომ რომ ოქროს ბურთის ამბავში თუნდაც რა, ახლოს იყო ძალიან მოგებასთან. თავი მანახე წინა სეზონი იყო ეგეთი და ეს სეზონი პირიქითაა. პედრია წინ ასაკი როგორ არის მანდ? პედრი უფრო პედრი ცოდიდია, ო ცოტათი. ანუ ბელინგემი რაც გამოჩნდა, ანუ იქიდან მოყოლებული ზემოთ პედრის ეგრეა რა 18 წლის იყო. ხო, მაგრამ პედრის ქონია 23? ანუ 22-23-ია, ხო სადღაც? მეტი არა. ხო. ბელინგემის ახლოს ამ 21. ხო, პედრი ოქროს ბურთთან ახლოს არ ყოფილა. მოდი ესე გეტყვი რა და ბელინგემი იყო ძალიან ახლოს, ჩემეზეც თუნდაც მოიგო. რონალდოზე გავიდა. ბელინგემი? რავი, სამეულში ხო იყო. არა? სამეულში იყო ბელინგემი. ხუთეულში ხო მაინც როდრი მოიგო? ყველა ბოიკოტი გამოაცხადა რეალიდან და ვეღარ გავიგე უკვე პოდიუმზე ვინ ავიდა. სამეულში იყო თორა ბელინგემს. როდრი ვილისიუსი და წეს ბელინგემი უნდა ყოფილიყო ეს რა. უნდა ყოფილიყო ხო, რავი. გამორიცხვის მეთოდით ეგრე უნდა ყოფილიყო. კარვახალი იყო სადაც ხუთეულში. მე ვფიქრობდი რომ ბელინგემი იმსახურებდა, შეიძლება და მოეგო ოქროს ბურთი პირველი წრის გამო, მაგრამ ეს სეზონი რო აიღო მაგალითად პედრის ძალიან მაგარი სეზონი. კი. ბელინგემს ეგეთი არა. კი ბატონო, არა ამ წუთისთვის იყო ლაპარაკი, აი უფრო
რაც გვინახავს პედრისგან და ბელინგემისგან, რომელი უკეთესი ფეხბურთელია და მე ტატორას თქვა იმას ვთანხმები. დაახლოებით ერთ დონეა და თუ ვინმეს უკეთესი кейსი აქვს ბელინგემს ამ ეტაპზე. იმიტომ რომ ტრავმებით იყო გატანჯული რა, ეს სრულფასოვანი სეზონი არ ჩაუტარებია ტრავმის გამო. და ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. ძალიან. ეგეთი მაგარი სეზონი პედრის არ ქონია, მაგაში დაგეთანხმები კი. 100%. ჩვენიერი ეს პირველი მოხდა. შემდეგი განაცხადი ასეთია, საზოგადოებისთვის სოციალურ ქსელებს უფრო მეტი პოზიტივი მოაქვს, ვიდრე ნეგატივი. ზადრო იქნებით მითხარით და ზად ხართ? რიგაცა. სოციალურ ქსელებს უფრო მეტი პოზიტივი მოაქვს, ვიდრე ნეგატივი? კაი. 3 2 1. არ ეთანხმებით არც ერთი. რო უფრო მეტი პოზიტივი. YouTube-იც იგულისხმებოდა და ბოდვაზე გადამეტანა საერთოდ. არა, იმიტომ რომ იმდენი სიბოროტისთვის გამოიყენება თვითონ სოციალური ქსელები, რომ იმ პოზიტივურსაც ძალიან ბევრია ასევე. ძალიან უკარგავს ფასს ჩემი აზრით რა. აი თუნდაც ეხლა უფრო უარესებში გადაიზრდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ხელოვნური ინტელექტის თემა და სიმართლის გარკვევა რო ძალიან რთულდება და ძალიან ბევრი ბოროტად იყენებს მაგ მექანიზმს. კი, კარგია, YouTube-ზე ვართ ახლაც, ასწორებს რომ შეგიძლია ადამიანმა რომ ტელევიზიაში მუშაობის დაწყება არ გჭირდება, სახლიდან შეგიძლია მართო რაღაც შენით გააკეთო. ძალიან ბევრი დადებითი აქვს, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც არ მიეცემოდა საშუალება, მაგრამ უბრალოდ აქეთ იმ ხელს იბოროტე დგას, რომ მაგას ვერ უწევს კონკურენციას მაინც. ძალიან ბევრი უარყოფითია, თუნდაც მაგ კუთხით რაც ლაპარაკობდი, მანდაც არის უარყოფითები რა, რომ აი ბევრი ადამიანი შეუძლია სახლიდან აკეთოს რაღაცები და ბევრი ადამიანი აკეთებს სახლიდან რაღაცებს. ისეთ რომელიც სხვა სიტუაციაში არანაირ პლატფორმა არ ექნებოდა და არავინ არ მოусმენდა ამ ადამიანს, იმიტომ რომ აბსოლუტურ გიჟად აღიქმებოდა ნორმალურ სიტუაციაში რომ მივიდოდა სამე ტელევიზიაში და ეთქოდა რომ იცით ჩემი იდეები ესა და ეს არის, ეთქოდა წადი აქედან და იქნებოდა ქუჩაში მაქსიმუმ აი იმაში რა ლონდონის ტრაფალგარ სკვერზე იდგებოდა პატარა ის მოიტანდა ყუთს დადებდა და ავიდოდა იმ ყუთზე და რაღაცებს იყვირებდა რა. ეხლა შეუძლია კამერა ჩართოს და თავისნაირი გიჟები მსოფლიოს მასშტაბით იპოვოს და ამ გიჟებმა ყველამ თქვა რომ კი ეგრეა ბრტყელია ძმაო. ბევრად აი რა ვიცი. ეგ კიდე პრობლემაა მე. არა, სიტყვაზე ვამბობ, რა ხა ბევრი სხვა რაღაც თქმა შემეძლო, მაგრამ თავში გავიდა. ადამიანის ხელში ყველაფერი შეიძლება კარგად გამოიყენო, ან ცუდად გამოიყენო. სამწუხაროდ მიდრეკილება გვაქვს იმისგან, რომ უმეტესობას ის რაც კარგად შეიძლება გამოიყენო, კარგისთვის შეიძლება გამოიყენო, ხშირად ცუდისთვის ვიყენებთ ხოლმე. ცუდში ხარ. კითხები რამდენი გაქვს? ნუ მაგაზე არ ნერვიულობთ. რაღაცნაირად გვეყოფა იმედია. ეს ერთმანეთს გვერდზე ამ წლის განმავლობაში ჯდომამ. შედეგი მოიტანა, რომ ერთნაირად აზრები გვაქვს. ცოტა ბანალური წვილი ვართ. კარგი. შემდეგი განაცხადი. მესის ყველა ოქროსბურთი დამსახურებული იყო. სად ხართ? ხო. 3 2 1. აუხსნით, კიდე აუხსნით. არა, ანუ დაუმსახურებელი ვერ გამოვა ვერანაირად, იმიტომ რომ ეს ხო? ანუ თორე შეიძლება ვიღაცას უფრო ეკუთვნოდა სადღაც ის რაღაცები ლაპარაკო, მაგრამ მესი მოიგო, რომელსაც თავის მხრივ საოცრებები ჰქონდა ჩადენილი და მაგიტო ეკუთვნოდა. ბაზარია, ზუსტად მაგის მაგას ბევრი ლაპარაკი არ საჭირო, მეც გეთანხმებით. ანუ ნახე ხო. მე მიკამათია რომ აიღოს ნეიდერს. ხო, მიკამათია. მეც ვიტყვი მაგას, კაცო. 2000-ში მეც გონია რომ მესი არ უნდა მოიგოს, ხას უნდა მოიგო, მაგრამ დაუმსახურებლად მოიგო, მესი როგორ უნდა ვთქვა ეგ. რა სეზონი ქონდა, ამდენი გოლი გაიგო. არა, მე და იმასაც ვიტყვი რომ სადაც არ მოიგო, იქაც შეგეძლო რომ მესთვის მოიგო. კი, კაცო, ანუ დაუმსახურებლად მესი ხუთეულში რო ვერ მოხვდა, მესი და კრისტიანო დაუმსახურებლად ვერ მოიგებენ. მე საერთოდ ვანია რომ ოქროსბურთს დაუმსახურებლად ვერავინ ვერ მოიგებს. აი მაიკლ ოუენს ყველაზე მეტ აკრიტიკებენ მე ხოლმე. დაუმსახურებლად ოქროსბურთს ვერ მოიგებს. შენ შეიძლება თქვა რომ იცი ეს უფრო მეტად იმსახურებდა. მაგრამ შენი სტეიტმენტი რაც იყო, მაქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამომეკიდეთ ეს. სიტყვაზე გამომეკიდე და არიდეთ თავი დაო. რასაც შენ გულისხმობდი? ეს შეგვიძლია მთელი დღე ვიждდეთ. რასაც შენ გულისხმობდი, მაგას შეგვიძლია ვთქვა, რომ კი 2010-ში ის უფრო იმსახურებდა, ადამიანებს ხოცავს ეს. კაი, შემდეგ კი შენ როგორც თქვი, ეს ესე. თუ ეს ხოვრება მატრიცაა, არ მსურს რომ გავიღვიძო. შეიძლება ვიღვიძებთ და ის ხდება რაც მატრიცაში არის რეალურად, ნაბუქოდონოსორში ვართ და რაღაცა, მორფეუსი და ამბები და შეიძლება საერთოდ ისე ჯოჯოხეთია რომ აი იფიქრო რომ ვაიმე დამაბრუნდეთ უკან. მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდებით. უკან ვეღარ ბრუნდებით. ვახ, ჩემი გა. კაი, დავენ. 3 2 ბიჭო, აი არ მაქვს არანაირი ის. პროსტა რომელიმეს დავდებ და მე მაქვს, რა. მაშინ გახსენდი და მე მაგრამ იქნებ ვეჭველი დაითანხმებ. მე მაქვს, რა. აზრი აღარა. 3 2 1. მე თავიდან ვქნა აქეთ ვიზამ ჩემთვის სულ ერთია. თუ შეგიძლია მე არგუმენტი იმას ქნა.
არა ხო ეგრე. ხო, რავი, არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი მე. მე ვიცი ზუსტად რომ მირჩევნია რომ გავიღვიძე. და გარისკო. კი, შევხედავ რა, ანუ რავი. კი, მერთვის ხო ლოგიკურია ის ფრაზა რომ თუ რეალური გონია და რეალურად აღიქვამ რა მნიშვნელობა აქვს მართლა რეალურია თუ არა. და ხო, კი ბატონო, მაგრამ თუ არ არის რეალ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ მატრიცაში თუ ვართ ახლა. მთელი ცხოვრება იმის მუღამი მქონდა რომ გამეგო სიმართლე რა არის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რა. მეცნიერების მუღამიც, მაგიტომ აქ რაღაცები გაგვიგო ხოლმე და. თან ეგეთი მაგარიც არ არის რა, ანუ იდეალურად სიტუაციაში სამართლობა აქაც არის. ხო, თუ ეს მატრიცაა ძალიან ცუდი პროგრამები აქვს. ერთადერთი ის მაქვს რომ მარტო მე თუ ვიღვიძებ, არ მინდა რომ მარტო მე გავიღვიძო რა. საყვარელი ადამიანები ყველა ანუ რაღაცები მიყავს კიდე იმ ხო რა, ხო რა. თუ არა, იქნებ იგებ კაია? მუშჩენებს ცხოვრებას. არა მონია. მარტო არ მინდა გავიჩი რომ გავა. ბიჭო, რა უბედურება უნდა იყოს? ეს ფილმი როა? კრისპრატი არ არის? ხო, კრისპრატი. და ის რომ იმას გავავიძებს. არა. ხო, ჯენიფერ ლონესო გავავიძებს, ხო, აი ხალხი. მარტო სიგიჟეა ეგ წასვლა რა. ბიჭო, რაც გიყვარს და რა უნდა იყოს? ამ მატრიცაში, აი ამ მატრიცაში რაც არის, აი ამ მატრიცაში სადაც ხავ ცხოვრობ სიტყვაზე რა, რაც არის. აი უბედურები, მაგაზე უბედურება რა შეიძლება მოიგონო რომ იყოს იქ. არ ვიცი, კაც მარიცის რა ანუ არის. მე მგონია რომ იმდენი უბედურება აქვს ნანახი დედამიწას და კაცობრიობას. აი ვერ დაასახელებ რაღაცას მგონია, რაც ადამიანის გონებას რაღაც წუდება შეიძლება რა, რომ არ გამოუულია რა. შენ ვერ დაასახელებ, იმიტომ რომ ადამიანი ხარ. ხო, ანუ ამ მოცემულობით რაც მოცემულობას დღეს გვაქვს და რა ინფორმაციაც მაქედან გამომდინარე ვლაპარაკობთ მაინც რა. ხო, მაგრამ კაც მარიცის იქ რა არის ხა? ხო, შეიძლება უარესი იყოს რაღაცა. ხო. მაგიტო ხო შეიძლება ძალიან დიდი ის დაგხოდეს ისეთი კატასტროფა და უბედურება და გაგება არ მოგინდეს ვერც მიხვდეს ხო მაგრამ ამ შემთხვევაში ხო არ ვიცით რა არის და მაგიტო ცნობის მოყვარეობა ამ შემთხვევაში იმაჯერა მართალია იმაში რომ ძალიან ცუდი არის ერთადერთი ფაქტი რომ იღვიძე აქ ყველა ადამიანი ვინც რაღაცას წარმოადგენს შენთვის და გიყვარს და მნიშვნელოვანია ატოვებ რა ვის გამოს მიყვარს ცხოვრება ეგ თუ დავტოვე ანუ ეგრე გამო რომ მოკვდები მე ხო რაღაც მაინც გაიგო რა ან ვიღაცები გაიგო ან ყველაფერს ადამიანებს დაანებე თავით ან მარტო რო ის ადამიანებს შეეშვი ფეხბურთი, მუსიკა, რაღაცები, ეგენ არაფერი არ იქნება. დიდი შანსი აფე არ იყოს. ვის გამოს გაგვიძება გიხარია საერთოდ? აქ ვეღარ ბრუნდები იყო, შეიძლება. ვეღარ ბრუნდები რა თქმა უნდა. არ გითხოვს შემდეგ. ხო, სტეიტმენტში არ ყოფილა ვეღარ ბრუნდები. მატრიცაში ერთხელ თუ შევედი, მეორე დატო ვერ შემოვედი. არა, მაშინ მოდი ეგ მე წესებს ეგ დავადგენ ძმაო, რომ მატრიცაში თუ აქენა გავიღვიძეთ, იმის შანსი მაინც მაქვს, რომ ჩემი ვიღაცები გავავიძოთ, წავიყვანო. არა, ეგრე მეც მოვდიო. ხო, ნუ ეგრე უფრო მარტივდება. ეგრე რეალს არ ექნება 15 ჩემპიონთა ლიგა იქ შეიძლება. ხო, მივდივარ მე რა გინდა. აბა რა გინდა. ჩემი ბედი რო ვიცი 20 ექნება ეს. კიდევ არ ვიკაბართეთ შემდეგ იმაზე და რაზე დავეთანხმებით, აბა. e-სპორტი ოლიმპიადაზე უნდა დაემატოს. მზად რო იქნებით? 3, 2, 1. ყველა დაობს ბიჭო, აი მართლა. არ თავი ვიკობდი აქეთ იმას ნოყვა. აქეთ ხო არ გადავწიო, ახლა და ვიკამათო. არა, მან არ გამოდის კავთი. კაი, რატო უნდა დაემატოს? ბიჭო, იმიტომ რომ პოპულარულია და თუ break dance თუ იყო და skateboard-ი, e-sport-იც, რავი, რატო არა. ჭადრაკი არ არის ოლიმპიადაზე ესემა, ჭადრაკის ოლიმპიადა ხო არსებობს, საჭადრაკო ოლიმპიადებია. ოლიმპიადა ზოგადად გონია რომ კარგავს იმ რეიტინგს, რაც ქონდა რა, უფრო ადრე უფრო იყო ხოლმე მოვლენა რაღაცა ოლიმპიადა და თან იცვლება ხო სპორტის სახეობები, რაღაცებს ამოიღებდნენ ხოლმე, რაღაცებს ჩაამატებდნენ, რაც ავანგარდში ყოველთვის უნდა ეცადოს, ყველანაირი ორგანიზაცია კომერციულია თან ხო რაღაც კუთხით. რომ ცადოს რამენაირად და გაამრავალფეროვნოს. იმიტომ რომ რაგბის სამატებდნენ ხო 7 კაცას მაინც. ჩემ ბავშვობაში მაგალითად ძალიან ვერთობოდი ოლიმპიადის ყურებების დროს რა, ანუ რაღაცა სისულელე წესებსაც რო ვერ ხვდები რაღაცა ბიატლონ მოდიან მე რო ისვრიან და მე რო ხვდებიან წყალში აი რაღაცა ტელევიზორი ხო ანუ მაგას რო უყურებდი ხოლმე ვერ ვთხოვდი მაგრამ აი რო გითხრა ეხლა რომ დაველოდები ან წესები ვიცი ანუ ტელევიზორში არ უყურებ მაგრამ ხა როცა ახალგაზრდა ტიპს რომელსაც არჩევანი აქვს რომ დოტას ჩემპიონატს უყუროს თუ თხილამურებით ვიღაცები როგორ მოდიან იმაში რა ქვია აუცილებლად დამას აირჩევს დაკარგავს საბოლოო ჯამში დროს ჩამორჩება რა ოლიმპიადა ეგეთ შემთხვევაში თუ არ გახსნის. მე ფასეული ბიატლონი ახსენე, რომელ ოლიმპიადაზე უნდა დაამატოს, ზაფხულის თუ ზამთრის. თქვა დოტა ან კაუნტერი. ეგ მეც მაინტერესებს. მაგალითად დოტას ახლა არ უყურებ, მაგრამ CS ახლა უყურებ. ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ თითქმის არ არის ეგეთ შემთხვევა. ამახსენდება ნაკრებების დაპირისპირება რა. просто რუსეთის ამოგდება გაგიჭირდებოდა იმდენი კაი მოთამაშე ყავდა. ხო შეიძლება რომ აი ხა რაც თქვი ცალკე ოლიმპიადა გაკეთდეს და ამას არ დაიმატოს. როგორ ჭადრაკია? იმიტომ რომ ძალიან სტილისტიკურად ცოტა განსხვავდება. აი ჭადრაკი ხო ცალკეა მართლა და აი სტილისტიკურად ძალიან განსხვავდება რა. მე ჭადრაკსაც დავამატებდი ოლიმპიადას ჩვეულებრივად და კი ბატონო.
დავამატებდი. ანუ ამას დავამატებ. ხო, ზაფხულის ოლიმპიადას იმდენი სახეობა იმიტომ რომ კან ის არის. შეიძლება მოუდი შეუწყო ზამთარში იყოს ის. ცხენზე როზის ტიპი. სპორტის მეორე სახეობა. ცხენზე როზის ტიპი. ცხენზე. რომ მოდის პროს. ორი, აი ეგ აქვს ორი. ხო. აი ეგ აქვს ორი. ერთი რო ჩვეულებრივად დადის და მეორე რო აცეკვებს ამ ცხენს ფეხებს რო სიაკეთებენ. სიძებელი აბსოლუტური, ხო? ეგ არის ორი შეჭემა და კაუნტერი რო იყოს და დოტა და ის აი ამოხდა. მე მგონია რომ აი ამაზე მეტად იმას უფრო მეტი ადამიანი უყურებს, იმიტომ რომ ჯერს ყველაფერს თავიგანებო ის მეტად უფრო ადამიანებისთვის, მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის ახკმადია და ყველას გვითამაშია რაღაცა მაინც იმ 6 სახეობიდან. აი ცხენი რომელი იგებს ვერ ის არის ვიღაცა ესეთი შლაპებით რომ მოდიან იმ 5-6 კაცის საყურებელი, ხო? ცხენზე რამდენი მჯდარ ხართ ახლა გადამრიგება. ან თუ მჯდარ ხართ, კიდე ეს თუ გაიკეთებიათ ცხენთან ერთად, მაგ გაიკეთებიათ არა და მაგითო ეგ სახეობა საერთოდ არის ვიღაცა ბოდიში ამ სიტყვებზე ტრაქში პერო მილიონრების ის არის რა გასართობი რა და ერთი მაგათ დედაცვატი ოლიმპიადა არის გლეხების ჩვეულებრივი ხალხის და მაგითო ვისაც პენტიომ 4-ია. პენტიომ 4 რო გიდგა წაში და კაუნტერი რო გითამაშია იმისთვის უფრო ვიდრე აი ეს ცხენს რო ესე აკეთებინა. აი იმას არს ლუდი შეგიძლიათ მიირთვა. მე ვსვა მაგრამ ულოშებზე ულოშებზე ვაბულინგებ მე. ხო. ამეპარსა რა. შემდეგი დებულება ზადვარ ჩემი გუნდი ჩემპიონი არ გახდეს 10 წელი თუ ჩემი საძუველი გუნდი 1 წლით დაქვეითდება. ზადვარ. სად ხართ? ორიგი შეთანხმებისთვის? აუ ბიჭო რა გაიქნებოდა? მე 10 წელი 10 წელი ვერ გახდება ჩემპიონი. აი 3 2 1. რატო არ ეთანხმებ? ხო კაი იქნება. გადავარდა და იგივე სიტყვის დაარწმუნებული ვარ. გადავარდა ახლა. ნუ რეალიზ დაქვეითება ბარსათვისაც ცუდი იქნებოდა. კი რა თქმა უნდა. თქვენ ერთმანეთზე მებულები ხართ პრინციპში. სუპერლიგა დაასუსტებდა ბარსელონასაც. მიხედავთ იმისა, რომ დარწმუნებული ვარ რეალიზ ერთი წელი დააქვეითო შემადგენლობა დარჩება იგივე ფაქტობრივად როგორც იუვენტუსში მოხდა. ბევრი გააჩნია დაქვეითებას კიდე რა. ნუ ხო. თან არგუმენტის ექნება. ჩვენ გავარდით და მაინც ვერ მოიგეთ. ანუ 10 წელი ვერ იყო. ხო და მე მეც არ დავეთანხმებოდი იდეაში. არა ხო, კატასტროფა არის. ცვლილება ზოგადად, რომ ესე იყოს და ესე მოხდეს. არაფერს არ მივიღებ, ანუ როგორც მიდის ცხოვრება ძალიან კმაყოფილი ვარ და რატო უნდა მივიღო ხა რომ მე 10 წელი უეჭველი ჩემპიონი ვერ გავხდები. ბარსა გავარდა. და ბარსელონა გავარდა მე. აი რა. და გავარდა, კაი, დაუშვათ გავარდა. ნახე, დებულებაში ყველაზე მთავარი პლოტ ჰოლი სად არის? სეკუნდაში გავარდა 1 წელი და გამოვიდნენ ჩემპიონები გახდნენ, მე შემდეგი 8. ანუ მე და მე ვერ ხვდები, ანუ მუღამი? კი, კი. აი გამოიხო, შენ კი დასცინი რომ გავარდით. მაგრამ მე ვაჯერს ჩემპიონი გახდნენ. ვაჯერ ჩემპიონი. 6 მაინც ხომ მოიგეს ბარსა? ალბათ რომ კურიალი ვერ ისპანეთია რა, ხო. თუ არა, ის ის პრობლემა არ მაქვს ხა. აი, ზოგადად მაქვს, მაგრამ აქ არგუმენტი არ გამხსენებია. რა. რომ ეგეც ვეთანხმები, რომ ბარსელონა რო გავარდეს, ერებს ცუდია და პირიქით. ხო, რომ დასუსტდეს, არ არის კარგი. დავბრუნდით. დროის სვლასთან ერთად მუსიკა სულ უფრო და უფრო უხარისხო ხდება და რატომღაც ხა ამაზე რომ ვერ შეთანხმობ. მაგრამ მიდი, გზად ხართ ალბათ. 3 2 1. აჰა, ამიტომ მეც საქმოა. აჰა, მეც. აგემად. რატო გეგონათ რომ ამაზე ვერ შეთანხმობ? 100% ეგრეა, ჩემი მოსახედა მით უმეტესი. რა მე რა მუსიკას თუ სმენ თან ის 70-იანი. არა, ხარისხიანი ხდება უფრო თუ ავიღებთ ჟღერადობის ხარისხს, რომ ადის უფრო მაღალ ხარისხს. უფრო რაღაცა სამდეში მოსმენები და ანუ ბევრი რაღაც, მაგრამ თვითონ მუსიკალური მინარეობები ძალიან ერთმანეთს ემსგავსება და ხელოვნური ხდება რა. არა, თან ნუ კარგი მუსიკაც იქმნება რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად უკანა ფონზეა და იმდენად ნაკლებ პოპულარულია და იმდენად ნაკლებ ყურადღება ექცევა, რომ ძალიან უნდა ითევზავო რა ადამიანმა რომ იპოვო. ეს რომლამდე ეს ბარი? ეს ბარი არის, აი სადღაც 5 წუთი დარჩა. ფეხბურთი როდის იწყება? 2010-იანები. ხო. დასაწყისი, განსაკუთრებით მესი რონალდოს პრაიმი, მოკლედ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი. პიკია ფეხბურთის. 20-ის დასაწყისი. ხო რა, 12 წელი ავიღოთ მე მოდი. გვარდიოლა რო ბარსას მწვრთნელია და მესის მწვრთნის და მოურინიო რო რონალდოს მწვრთნის იქით და კლასიკო რო გვაქვს სეზონში 1000 ჯერ და მოკლედ ეგ პერიოდი რა. იქით ინიესტა კაგემახსოვრებთ კარგად. დავაი ტატო. მოდი ეხა წავიდეთ სხვადასხვა გზებით. ნახოთ რა იწავოთ, რა ვიცი, ხორთამთები ჯერჯერმა რა. მიდი. 3 2 1. ვა, ჩემ. მე ვიცოდი რომ აქეთ წახვიდოდი. მეც ვიცოდი. და ვინ დაიწყოს? მოდი დაიწყოს ვინც ეთანხმება. დაიწყე.
იცი რა არის? ხო ხა ცალსახად რაღაცის თქმა გადაჭრით ძალიან რთულია, მაგრამ მე მგონია რომ ზოგადად ფეხბურთის განვითარებას, აი პიკი მოუწია მან. ყველანაირად აი როგორც ინდუსტრია ფეხბურთი, როგორც თქვა, აი ჩემპიონთა ლიგა რო პიკში ავიდა, აი რაღაცა ყველა კუთხით, კომერციული კუთხითაც ესეც, ანუ რონალდო ყველაზე ესეთი გამოწერადი ადამიანია, ხო? რა თქმა უნდა, თავის ხიბლი ქონდა ადრე, შეიძლება ადრე ძალიან ბევრ ფეხბურთს ვერ უყურებდა ხალხი. იმას პანტიანებსაც ხიბლი ქონდა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის იმაში ყურებას, მაგრამ აი პიკში ფეხბურთი როგორც ასეთი, ყველა კუთხით, არ გულისხმობ მარტო ესთეტიურად სანახაობრივად. იყო მან, ჩემი აზრით, თან მე მგონია რომ მესი არის ყოველდღიური საუკეთესო ფეხბურთელი. და შესაბამისად, როცა თამაშობს ყოველდღიური საუკეთესო ფეხბურთელი, მგონია რომ ის ეპოქა უფრო კარგია და ბედნიერი ვარ, მაგ ეპოქაში მომიწია მაგალითად ყურება. შეიძლება ზარგან ქართველი ვიღაცას ეთქვა 80-იანების დინამო და 70-იან წლების ბოლოს მან რომ ეცხოვრა უფრო მეკაიფა, მაგაზე არ არის. უბრალოდ მგონია რომ ფეხბურთის პიკი რაღაც კუთხით იყო ეგ ყველაფერი. მაგრამ გლობალურად არის დასწრული ეს კითხვაც პრინციპში ხო? სუბიექტურად არ შეგვიძლია რომ რაღაც თქვათ. შეგიძლია ეხლა შენ დაუპირისპირდე ერთი წუთის განმავლობაში და მე უკვე საერთო წუთი ჩაერთო. ჩემთვის პირადად ფეხბურთის პიკი ისე ჩემთვის იყო 90-იანები, მეორე ნახევარი 90-იანების განსაკუთრებით, იყო ვიღაცა იტყვის რომ არა მან ამდენს იყო ბასტიონეთს თამაშობდა, თქვათ. ან მარადონა და პლატინი, მაგრამ ჩემთვის იყო 90-იანების მეორე ნახევარი 2009 დასაწყისი, როდესაც იმდენი ვარსკვლავი თამაშობდა ფეხბურთში, რამდენიც არ იყო არც მანამდე ჩემი აზრით, ამდენი და არც მერე. რა იყო თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატები, აი 2006-ის მსოფლიოს ჩემპიონატი რა, აი პიკი ჩემს ფეხბურთს არის 2006-ის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც რო გადახდა 98-ს რო იყო. აი 98, 2002 და 2006, ეს სამი მსოფლიოს ჩემპიონატი აიღე და გადახედე შემადგენლობას რა ფეხბურთელები თამაშობენ გუნდებში, როგორც გრანდებში, ასევე მეორეხარისხოვან გუნდებში, შედარებით მეორეხარისხოვან, რუმინეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი და ეგეთ გუნდები. მილიონ ვარსკვლავს ნახავ, რომელიც დღეს და არც მაშინ მესის და რონალდოს ამ პრაიმში და არც მანამდე ამდენი ვარსკვლავი, ამდენი სუპერსტარი ერთდროულად ფეხბურთს არ თამაშობდა და არის კიდე უამრავი ფეხბურთელი, რომელიც იმ ჩემპიონატებს არ ყოფილა. ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ბევრი არ ახსენებს, მაგრამ სუპერ ფეხბურთელები იყო, მაგალითად ჯუზეპე სინიორი სიტყვაზე, რომელიც საერთოდ ბაჯოც ისე ჩაიკარგული იყო 98-ში და 22-ში საერთოდ არ იყო მაგალითად. უამრავი მილიონობით ვარსკვლავი, რომელთა თამაშიც ამრავალფეროვნობდა ფეხბურთს და ეს ფეხბურთელები თან არ იყვნენ გადანაწილებული, როგორც ეს 2010-იანებში ხდებოდა უკვე 5-6 გუნდში რო იყო ყველა თავმოყრილი, არ იყო გადანაწილებული უამრავ სხვადასხვა გუნდში და ძალიან ბევრი ძლიერი გუნდი იყო შესაბამისად და ფეხბურთიც არ იყო ისეთი, როგორც მერე გახდა 2010-იანებში, როცა წინასწარ იცოდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალი ბაიერნი და ბარსელონა აუცილებლად გასულიყვნენ. იქ იუვენტუსი. ვინ გავიდოდა მეოთხე, ვინ გავიდოდა ის 4 გუნდი ნახევარ, კაცმა არ იცოდა, რომ გადახედო შედეგებსაც ნახავ, რომ თითქმის ყოველ წელს უსასრულო გუნდები გადიან. ვალენსია იყო ფინალში ორჯერ და ასე შემდეგ. ხო არა, ვეთანხმები გარკვეულწილად მაგასაც. უბრალოდ აი რაღაცა მგონია რომ ფეხბურთში პიკში გავიდა ყველანაირი კუთხით მაგ დროს რა, აი მესი რონალდოს დაპირისპირებაში, რა კლასიკოები თუნდაც როგორი იყო, ანუ ამათი კლასიკოები იმ დროს რომელზეც მე ვალაპარაკობ, ასევე ძალიან მაგარი იყო. ფიგურსაც ღორისთავი მაგ პერიოდში ასრულეს, ეკრანსფერიც მაგ პერიოდში მოხდა და ბევრად დაძაბული იყო ჩემი გამოსახედიდან ის კლასიკოები 90-იანების და 2000-იანების დასაწყისის, ვიდრე რონალდო მესის. მაგრამ ხარისხობრივად, იმიტომ რომ მოურინიო რომ მივიდა რეალში და ეგ კლასიკოები რომ ხო. ეგეთი დაძაბული გაიჭიტა, რას ვამბობდით? რომ რა კაია ძლივს ის დაბრუნდა. ის კლასიკოები დაბრუნდა, რომელიც უამრავი იყო 90-იანებში. ხარისხობრივად გვარდიოლას ბარსელონა იყო, რომელიც თანხმობით ყველა დროის ყველაზე მაგარი გუნდია და მე რეალის პრაიმი იწყება მაქედან, რომელსაც მოიგო ყველაფერი საერთოდ. ბიჭო, ხო, მაგრამ ნახე 2000-იანების დასაწყისში იყო გალაქტიკოსი. ზიდანი, ბეკემი, რა მნიშვნელობა? არა, შენ თუ რეალის იმას ლაპარაკობ, რონალდო, ფიგუ, ზიდანი, ბეკემი ერთად თამაშობდნენ და აქეთ ბარსელონაში რივალდო იყო, მაგალითად იმ პერიოდში რონალდინიო მივიდა მერე და ეს ბარსელონა ხანდახან უგებდა. რომელიც შეიძლება მექსოზე გასულიყო ჩემპიონატში. ანუ მაგ ელ კლასიკოების ხრო ვერ დაგეთანხმები, რომ უფრო მაგარი იყო მესი რონალდოს ელ კლასიკოები, ვიდრე რივალდო რონალდინიოს პერიოდის და გალაქტიკოსების, პირველი გალაქტიკოსების ელ კლასიკოები. და ფეხბურთელების ის ფეხბურთელები, რომლებიც იმ პერიოდში თამაშობდნენ, აი 2006-ში დამთავრდა, ჩემთვის პიკი იყო 2006 და მე იმის მე ქვემოთ მოდის. მესი რონალდოს პერიოდი ძალიან მაგარია და მიხარია ვამაყობ რა ჩემი და მსხვერპლო ხო რა. მიხარია რომ პერიოდს მოვესწარი და ნახე და ვიღაცას მე ვინც მე დაიბადა მოვუყვები რომ ბილო მე მესი რონალდოს დაპირისპირებას უყურე, მაგრამ ის პერიოდი 2006-მდე რომ მოხვიდე ხო? რა ფეხბურთელები თამაშობდნენ. აი ზიდანის მატერიალისთვის თავის ჩარტყმით რაღაცა ჩემთვის პიკმა გადაიარა ფეხბურთზე, მე ქვემოთ წამოვიდა რა. და თუნდაც მე ჩემპიონატების ვაიღო 2010 სოფლიო აიღე უკვე. ამ ხელა სხვაობაა ვარსკვლავებში და ტურნირში. აი ფორლანი გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, კაი ფეხბურთელი იყო, მაგრამ
აი შედარება არ არის ხო? აქეთ რონალდო დაფრინავს, ზიდანი და იყო ოქროს ბურთი კიდე საშინელი რაღაცა. ეგეც არ არის კარგი, თქო, მესი ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემი აზრით ვიღაცა რო 8 ჯერ იგებს ოქროს ბურთს 12 წელიწადში, 13 წელიწადში რამდენი იყო? არა, პოკერი ამბობ. ხო, მესმის. აი, გამოვიტანე დასკვნა. პრინციპში რა მიხვდებოდით თქვენ სიმდარუკები კალც. აა, ბევრი ლაპარაკა თალიმან. ბევრი ლაპარაკა და მოკლედ მე სტატუსკენ უფრო წავედი. შეიძლება ანუ კიდევ ერთხელ აუხსნი მაყურებლებს, რომ შეიძლება ვეთანხმებოდე მაგალითად კალარას და ეთანხმა იმას, მაგრამ არგუმენტი სტატუსი უფრო მომეწონოს და სტატუსკენ გადავიხაროთ. ამ შემთხვევაში ისეც ეგრე ვფიქრობ, რომ ხო რა მე იმის მოხრევა, რომ გადანაწილებულები იყვნენ ვარსკვლავები სხვა გუნდებში და ტოტი ყავდეს რომას და რიკელმე თამაშობდეს ვილიარეალში და ტიპის გამო მოგიდეს გემონების ამბავი არის კიდე რა. მე მგონია ფეხბურთიც უკეთესი იყო. ზოგს ეგ უფრო ევასება, რომ აი მაგალითად რეალში ყველა ვარსკვლავმა მოიყაროს თავი და ისე ამონოს დაждდეს და ყველა ვარსკვლავი. ფორლანი და რიკელმე ერთად რო იყვნენ ვილიარეალ სიტყვაზე, ხო იყვნენ ერთად? ხო და ერთად. მგონი რაღაც მოისრა. ანუ ფორლანსაც ვაკ თამაშები ვილიარეალში, რიკელმე. ეხლა გადახედე ვილიარეალის შემოდგომობას. სხვა, აბა რა შვები. 1-0 როგორც იქნა გამიგარაში. ჩვენ ხა ისეთ თამაში გამო 75-ზე რო პირველი გოლი გადის და მე 3 უნდა გავიდეს უერთოდ. 3-2 რომ თავდება მაინც. თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში შინი თამაშებ თუ გასვლაზე იმდენად დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ევროპული ფეხბურთი იმიტომ დავაკონკრეტე რომ ხო ხვდებით ბუენოს აირესში ყოველთვის იქნება მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა. 3-2-1 ო, ძალიქენი თუ როგორ? ხო რა რატო? არ ეთანხმები? ო. მე დავიწყო? შენ მე ვეთანხმები, იმიტომ რომ რო შეადარო, აი რა კრიტერიუმით შეიძლება განსაზღვრო ეგ მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გარკვეული პატარა მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, იმიტომ სახში თამაშობ თუ გასვლაზე ყოველთვის მნიშვნელობა ექნება ფეხბურთში, მაგრამ შესაძლებლად რო აი 90-იანებში აცხდებოდა იმასთან შედარებით, დღეს აღარ აქვს მაგხელა მნიშვნელობა. იგივე რეალის განვლილი გზა რო აიღო ეს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს ერთ-ერთი ხო სტუმრათაც მოუწია იქ და კამბექება სტუმრად მოუწია ხან რამდენიმე თამაშმა ბერნაბეუს ფაქტორი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის მაგრამ რო შეადარო 90-იანებს სადაც სახში 3-0-ს იგებდა გუნდი და მე მიდიოდა და 4-0-ს აგებდა რამდენი შემთხვევა იყო ეგეთი ნუ 3-0 შეიძლება არა მთლად მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო დიდი ანგარიშით იგებდა გუნდი და ანუ ორბურთიან სხვაობით იგებდა და იქ არაფრის გარანტია არ ქონდა მე რომ მიდიოდა და დღეს აღარ არის, იმიტომ რომ ბევრად მეტად არიან შეჩვეულები შეიძლება ერთმანეთის სტადიონებს გუნდები, ბევრად მეტი არის, ბევრად ნაკლებია განსხვავება კულტურასა და ატმოსფეროს შორის, რომელიც გვხვდება სტადიონებზე რა. თორე ხა რა თქმა უნდა, ენფილდი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბერნაბეუ მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მაშინ უფრო მნიშვნელოვანი იყო. იმიტომ რომ რო გადახედო უბრალოდ რა რამდენი წყვილი იყო, სადაც ერთი გუნდი იგებდა სახში რაღაც მნიშვნელოვანი ანგარიში და მერე იქ აგებდა ისე რომ ვარდებოდა. ეგეთ თამაშები რო ნახო, იმდენი იყო, რომ მე ბოლო წლებში ამდენი ნამდვილად არ ვქონია. ამბობს ადამიანი, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობს და ყველაზე დიდი კამბექი რაც მომხდარა იყო ბოლო პერიოდში და ეგ რო არ ყოფილიყო კამპნოუს ფაქტორი. კამპნოუს ფაქტორი არ ყოფილიყო, ეგეთი რაღაცა არ მოხდებოდა. მაგხელა ჰანდიკაპს ვერ მოიღებდა. მათ შორის ბარსელონას ენფილდზე რა აქვს და რა ვიცი, კომენტატორი ხალხი ვართ და ბერნაბეუს მაგია და ეს ფრაზები არ არის ყურით მოთრეული, მე მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა რო გავიგრო ატლეტიკოსთან იყო გასვლით თამაში. ძალიან ვინერვიულე და იყო რეალურად ძალიან სანერვიულო, იმიტომ რომ რეალმა ვაფშე ვერ ითამაშა და ძალიან ატლეტიკოსი უფრო მომენტოებიდან ცოტა გამართლებოდა, ძალიან დიდი შანსი იყო რომ ამოეყირავებინა გუნდი, სადაც გასვლაზე ძალიან ისე ფეხაკრებით თამაშობდნენ. ამიტომ მე მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიუხედავად მაგისა აშკარად ყოფილა შემთხვევები რომ ძალიან მაგარი გუნდი პანიკაში ჩავარდნილა და აი სიტი ისო იყო რეალი. რომელიც ის გვარდიოლამ რომ მე იმაზე ეტიჰადზე რომ გადაუარა მადრიდის რეალს. პირველი თამაში ხო ბერნაბეუზე იყო. და აი როგორ ეთამაშა იქ? აი თითქოს იცოდა რომ ეტიჰადზე სათამაშოა და აქ მოდი ამაზე მეტი არ გავაკეთოთ. ანუ ეგ ფაქტორი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ან მე ვხედავ რომ ძალიან დიდი დოზით არის. 90-იანებში ფეხბურთი არ მიყურებია ესე. თუმცა ვიცი რომ კამბექები ძალიან მაგრად კეთდებოდა, მაგრამ დღეს არ მგონია რომ რამით ნაკლები იყოს მოცემულობიდან აი არგუმენტი ისაა რომ ყველაზე დიდი კამბექები რაც დაფიქსირებულა ევროპულ ტურნირებზე ბოლო წლებში არის მომხდარი. ხო. ოცხახში უკამბექები ხოლმე როგორც ერთი გამონაკლისი იყო მანჩესტერმა და უკამბექა პარის სენ-ჟერმენს გასვლას. ხო, მაგრამ ეს პატარა კამბექია, ეს ბურთიანი კამბექია რეალურად. ანუ 3-1 მოუგეს, მაგრამ ერთი ბურთი თქვა წაგებული ხო და მე გეუბნები დიდი კამბექები რაც იყო, ხა ბარსამ 6-1 მოუგო პარის სენ-ჟერმენს, ლივერპულთან 4-0 წააგეს. ატმოსფეროს ამბავში რა, გულშემატკივრობა რაღაც კუთხით ეხა განვითარდა კიდევაც ხო, რაღაცა ახალ რაღაცებს იგონებენ და სირენები და ხო, რაღაცა ხელი შემშლელი ფაქტორები. არა, ნუ ეხა ცესკს ვანთებდნენ იქ და წაშებს არ ღვევდნენ და რაღაცა კოცონს ხო, მაგრამ ანუ ლაზარევის მინათება არ იყო ადრე მაგალითად. ეხა არის. ბევრი ევროტურნირების შედეგებს
ჩემპიონთა ლიგაზე არა მაინც. UEFA-ს თასების და შედეგებს რო გადახედო, ძალიან ბევრს აღმოაჩენ ისეთ შემთხვევას, როდესაც სტუმრად წაგებული აქვს 3 ბურთით გუნდს, წაგებული აქვს 2 ბურთით გუნდს და ეგ ძალიან წყნარად სახში მე 5-ით შევა მოეგო, 6-ით შევა მოეგო. ძალიან ბევრი. ეხლა ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვილაპარაკეთ, ხო კონკრეტულად. ხო, მაგრამ UEFA-ს თასების რო აიღო. კლოპის ენფილდური რეკორდი რო აიღო, რამდენი ხანიც იყო და რა შედეგებიც აქვს. როგორ შეიძლება თქვა, რომ რამე ადრე უფრო ლივერპული უფრო კარგად თამაშობდა ენფილდზე? ანუ ან რაღაცის რეკორდი შეიძლება აიღოს. ხო, რამდენიმე სტადიონი არის, რომელიც მაგიაც ხელშეუხებელი კი არა. ენფილდი, მაგრამ მარტო ენფილდზე ხო არ არის, კაც მე ზოგადად მაქვს ლაპარაკი. ხო, ზოგადად ხა არ მახსოვს სტატუს არა. 80-იან, 90-იანებში არტემიო ფრანკიზე ფიორენტინამ რამდენჯერ დაატრიალა არ მახსოვს. 80-იან, 90-იანებში მაგალითად ანდერლეხტი შეიძლება ამდღარ იყოს სახში მოეგო ვერდერთან, ხო იყო ეგეთი ისე, ხო? მაშინ 3-0 და იწასულიყო და 5-0 წაიღო. დონეც თანაბარი იყო უფრო ვიდრე ეხლა. ანუ ეხა უფრო შენ წეგან არგუმენტში იყო, რომ მაშინ ყველას ყავდა ვარსკვლავი, ყველას ისა სინიორი ვიღაცები ჩამოთვალდა. ეხა დონე შედარებით რეალი სახში რომ ვერდერს მოუგებს სიტყვაზე ან ვოლსბურგს. არა, ეხა ანდერლეხტის სიტყვაზე ვხი კაცო, ნებისმიერ ორი გუნდი ჩაანაცვლა მნიშვნელობა, ვინც გინდა ის აიღე, რეალი და ბარსა აიღე სიტყვაზე. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც რეალს შეიძლება მოეგო ბარსასთვის. იგივე 60-იანებში ძალიან შორს წავედი, მაგრამ 60-იანებში 5-0 მოუგო ერთმა მეორეს და მე მეორე მოუგო 5-0 შემდეგ. სტენფორდ ბრიჯზე ჟოზე მოურინიო იყო დაუმარცხებელი პირველი 3 წელი. და ამავდროულად ვერ იგებდა სენ ჯეიმს პარკზე საერთოდ. მოგებული აქ თუ არა, მე მგონი ეხაც არა. შენკლი რამდენი ხანი იყო დაუმარცხებელი ენფილდზე, ვიცით ეგ? მე ნახე მე სტატისტიკა ვიცი და გითხარ ჩემ არგუმენტებში. შენ სტატისტიკა რატო უნდა გავამყარ? აი მე რაღაც ქვემე გაწყვეტილება და მგონია რომ ანგარიში უნდა გათანაბრდეს. ახლოს იყო ეს რაუნდი ჩემი აზრით, ანუ იქითაც შეიძლება წამოიღო აქეთაც, მაგრამ ხო კალასი მხრივ დავითანხმე რომ თანამედროვე იარაღებიც არსებობს რა, აფრიკის თაზე რო გავუსეთ ლაზერების მინაცება სიგიჟე იყო, ანუ უბრალოდ მაგის მელანტების სერიის მოგება. ეხლაც ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩასვლა ურთულესია და იქ გამარჯვების მოპოვება. ეხლაც ძალიან იშვიათია რომ სტუმრად გააკეთოს გუნდმა კამბექი, ახლა ლივერპულს გაუკეთა პარის სენ-ჟერმენმა და ეგეც იშვიათობა იყო. ისე ვიწვება ქალაქები ხშირად, ისევ არის სტადიონზე სასტუმროსთან მიშლები და არ დაძინებები, ანუ ისევ არის რა ეგ ფაქტორები. ჯეკი ღმერთმა დიდხანს არა, რაც არგუმენტები ჩვენ მოიყვანა ეთანხმები მაგ არგუმენტებს ბაზარი არა, მაგრამ მე მაინც გონია რომ დღეს უფრო მარტივია სათამაშო გასვლაზე გუნდებისთვის ვიდრე ადრე იყო. არგუმენტები გაიქონდა კი. დავაი. ერთ-ერთი კარგი სკრიმერი, ანუ შორეული დისტანციიდან გატანილი გოლი, მირჩევნია კომბინაციური ფეხბურთის მერე გატანილ გოლს, ან ტიკიტაკას გატანილ გოლს. ტიკიტაკა ახსენა სპეციალურად. 3-2-1. კარგი თანხმებით, ორივეს გირჩევნიათ კომბინაციური ფეხბურთი და არგენტინის გოლი სერბეთი. კი, ვიდრე მაქსი როდრიგესის გოლი მექსიკასთან. ვაუ, არა, ლამაზი იყო. ბიჭებო, შორეული გოლები ძალიან ლამაზია და ავის არ მოწონს, მაგრამ რაღაცა ელემენტი გამართლების ყოველთვის ხო, იღბალზე უფრო ხარ დამოკიდებული რა. უფრო შეიძლება არა, მაგრამ ყოველთვის არის. თელებსაც უთქვამთ. არის ბიჭო, არის. შორინა რო უტყამ, რაღაცა ელემენტი გამართლების უნდა იყოს. არის რაღაც წერტილი დარტყმის დროს, როდესაც მეკარეს თეორიული შანსი არ აქვს, რომ ბურთი აიღოს. რომელიღაცა გოლი, ალვარესის გოლი იყო, მეგონი ეგეთი ეხლა რეალთან. ანუ კურტუა იდგა სასწრაფოდ იდგე მაგ დროს წესით და ბურთი ისე წავიდა ამხელა მეკარე გადახტა და იმხელა სხვა 1-3 მეტრი იყო მე მგონი კიდე იმამდე რა ქვია. გამართლა ლამაზი გოლია რა თქმა უნდა ძალიან კარგია ასწორებს. მაგრატელას კარგია მომწონს, მაგრამ მაგრატელას უფრო მეც ნახავ ვიდრე არსენალმა რო გაუტანა ნორვიჩს. ნორვიჩი ეგ საერთოდ სიგიჟე. და კომბინაციური ფეხბურთთან ბიჭო ფეხბურთი ხო გუნდური სპორტია და აი ამდენი მოთამაშე როა ჩართული და აი ერთ ორგანიზმად გუნდურობა რო იგრძნობა რომ აი ამდენი ფეხბურთელი რო აკეთებს რაღაცა ერთს იმდენად სასიამოვნოა და სასიამოვნოა კიდე როდესაც შენ თვითონ თამაშობ. აი ხო გინდა რო გითამაშია. ბევრად ასწორებს კი. პასების და კომბინაციის შედეგად რო გუნდს გოლი გაგაქვთ. ბევრად კაიფია. სულ ვაფშე შენ ვიდრე მოვაჯდავ. შენ ფლანგზე იდგე, მაგრამ შენმა გუნდმა რო გააკეთა, ბევრად მოგეწონოს და ვიკაიფო, ვიდრე ის რომ ვიღაცამ გააკანა დაარტყა, მაგარი კი ისე გაგისწორდა, მაგრამ don't shoot ვინია, მაგიტო ეძახდნენ კატიოსან კაც კომპანიის ხო. აი ეგ არის რა ვიგე. ირბალმა გაუღიმა იყოს. შემდეგი. ერთია ხო ის? შემდეგ ფერს დავამთავრე. მგონია სამი ჭიქა დაგვრჩება ის. ინდივიდუალურად ნეიმარზე უკეთეს სანაკრებო კარიერა, თავის თაობაში მხოლოდ მესის და რონალდოს ჰქონდათ. აუ, ეგ ხეშეთ ვიხავთ, რა დაფიქრებაა საჭირო მოიცი. ნეიმარზე კარგი კარიერა, მარტო რონალდოს და მესის? თავის თაობაში რა, სანაკრებო კარიერა. სანაკრებო კარიერა. სასტიტული არ მოვიგე. ნუ ამენ შემილია უკვე. მოდი ჰა. სამი. მე ვიფიქრია ჯერ, მაგრამ ვიცი რაც უნდა ვქნა. მე ვიცი რაც უნდა ვქნა. 3-2-1. არის თანხმობა.
სასწაული შედეგები აქვს არა და ანუ ბიჭო, რა ვიგე, საუკეთესო ბომბარდირია ყველა დროის. მან ნახე, ლევანდოვსკიც აქვს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, მაგალითად თავის ნაკრებში. პოლონეთში თუ ბრაზილიაში. იქ თემა ხო არის? მე რა. ტიპს არაფერი არ მოუგია, ბიჭო. ტიტული არა. საული პერფორმანსები გვინახავს. ტიტული არა. გუნდები, აი რა გუნდებს გაუტანა იქ განაუღეს. სად, სოფლიო ჩემპიონატზე სად არ გადამრიგდა, სად. ხორვატიასთან გოლი მახსენდება, ეხლა ბოლოს რო გაიტანა, კარგი იყო. გავარდიასთან 2022-ში. ხო, მეოთხე ფინალში 2018-ში ნეიმარს აღახსენდება. მიხედავთ რომ ბელგიასთან სასწავლო. ნეიმარი და კოუტინო საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ რა სასახელებს მე რა გებია? 2014 კაი, 2018 ბელგიასთან ნეიმარის პერფორმანსი, როცა ბრაზილია გავარდა 2-1 და გოლიც არ გაუტანია ამას, ხო? მაგრამ სასწავლო თამაში. 2000 თუმცა აუღო, აი 2018-ში სოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური მეში სამეულს სხვა სახელები ხოლმე შესული არა, ბიჭო, რანაირად იქნება. 2022-ში, 2022-ში ხორვატიასთან გოლი კაი. მეოთხე ფინალში მაგრამ გავარდნენ. მან ნახევარფინალში არ ყოფილა. არა, 2018-ში ბელგიასთან გავარდნენ. 2014-ში სუნი გამტროს როდის მეოთხე ფინალში. არ გავარდნენ იქ, მაგრამ გასულს რა მოხდა. და ეს დაინტრო მეოთხე ფინალში, ხო? მეოთხე ფინალამდე ძალიან მაგარი იყო, კი, მაგრამ მეოთხე ფინალში დაინტრო. კოპა ამერიკები როცა არ იყო მაშინ ამერიკა როცა არ იყო მაშინ მოიგო. ბიჭო, სულ კაი იყო. ბიჭო, მოგებული არა. ტიტული არა. ნაკრებში ტიტული არა, არა. მე მაგის კი არ ვეთანხმებ. პროსტა არა, ვიცი, ის მაგრამ ხვირო არ გამიკვირდებოდა. კაი, ვინ იყო უკეთესი? ვინ იყო უკეთესი? ზოგადად მაგ პერიოდში. მაგ პერიოდში. ინიესტა, ჩავი, დავიდ ვილა, დიმარია, რა ვიცი მე, რა ვიცი, მბაპე, პოგბა. ბიჭო, აი, პოგბა, გრიზმანი. გრიზმანიც ხო. მაგრამ ამაში ჩვენ არ ვუწევთ 2016-ის ევროს ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირის და 2018-ში ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი მაგარი. 22-ში რუიანად ითამაშა და იქაც დასასწავლელი. ჩემთვის 2018-ში გრიზმანი საუკეთესო ფეხბურთელი იყო იმ ნაკრების, იმ საფრანგეთის ნაკრების. ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი. და 2016-ში საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ტურნირის, ხო, გრიზმანი. მბაპე. 2022-ში სოფლიო ჩემპიონატი აიღო მარტო თუნდაც, ხო? სხვას შეეშვა. 2018. ნახე, იქით რა ვიცი, ესპანელები, რამდენიც გინდა იმდენი აიღა ესპანელიტო. ხო, მაგრამ ნეიმარის სანაკრებო ეს მაჩვენებლები დიადარ გამოხატავს გოლია გატანილი, პროსტა ბევრი რა, მაგრამ სადაა ეს გოლები გატანილი ამხანაგურებში და შესარჩევში ძირითადად. სოფლიო ჩემპიონატზე ამ გოლია გატანილი. სოფლიო ჩემპიონატზე ამ გოლია კნეიმ. ცოტა 3-4 იქნება მეტი არა. კოპაზე რამდენია? კოპა მოგებული არა. ეხლა ბრაზილია რონალდო ხო არ არის თქვა სიტყვაზე პირველზე და არც მეორეზე არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ისეთის მნიშვნელოვანი გოლები. მეცაზე თუ მესამეზე არ არის მგონი, ხო? არ მახსოვს ბრაზილიის საკრებში მესამეზე არა. ხო. რიველინო, ნეიმარის ნეიმარი ესე დაეცია. გადაასწრო, ანუ ის გოლი გაიტანა, რომ ზასწრებდა. მე მახსოვს, აი ხან ერთად გაიტანა, გადაასწრო. ნეიმარი არის იმიტომ ამ თემაში შენ რაც გიწერია, რომ არის არანორმალურად სანახაობრივი. კი. კლაჩ ფაქტორი ნეიმარს არ აქვს. იმიტომ იმტრევა ხო. ანუ კლაჩ ფაქტორი ქონდა პარის სენ-ჟერმენთან. არა, საერთოდ არ აქვს არავა. აი რაც ნეიმარს უნდა გავიხსენოთ კოპა ამერიკის ის ფინალი, სადაც ბრაზილია არგენტინას შეხვდა. აი მან ნეიმარის პერფორმანსი ძალიან ბევრს აღარ აქვს. წააგეს. წააგეს, ხო, იმიტომ რომ ინდივიდუალურად იყო ამ კითხვას. მესის პერფორმანსი ლივერპულთან რო წააგეს 4-0 ხა. ხო და ეგ არ ეგეთ ფეხბურთელებს უნდათ შედეგი. სხვა ვარიანტი არ არის. ცოტა უსამართლო არის. რა გაიხსენე ხა მართლა ეგ თამაში, სამი საგოლი პასი გააკეთა მაგ თამაშში, просто ვერ გაიტანა, ვერც ალბამ, ვერც სუარესმა. არა, სუარესმა. ამ მეორე თამაშს გეუბნები. მეორეზე, ხო. მე ვარ ბრაზილიის გულშემატკივარი და მაგის აი მადლიერი არ ვარ, აი ნაკრებში. ხო, ტიტული ვერ მოიგო. რატომ უნდა ვიყო? ძალიან საწყენია, იმიტომ რომ ნეიმარი მე ძალიან მიყვარს, ბარსელონადან გამომდინარე, მიხედავ იმისა, რომ წავიდა პარის სენ-ჟერმენში, ძალიან მიყვარს ნეიმარი. სანახაობის თვალსაზრისით. ძალიან მაგარი ფეხბურთელი. როგორც ფეხბურთის მოყვარული მადლიერი ვარ, ეგ ტიპი ვნახე. იმიტომ მე მახსოვს ბრაზილიის ჩემპიონატის თამაშები რომ მიყავდა ჯერ კიდე სანტოში რო იყო იქ, მე და კაკაბაძე. გიждდებოდით, იმიტომ ფინტებს იგონებდათ, ისეთ ფინტებს აკეთებდა, რომელიც ნანახი არ მქონდა მანამდე. და ეს ტიპი მე ბარსელონაში ვნახე. ძალიან ვიკაიფია მის ფეხბურთით. ბრაზილიის ნაკრებს მიკაიფია. მაგრამ აი რო დავჯდე და გავიხსენო, აბა ნეიმარის ბრაზილი, ნუ ქონია ეგ, ხა პირველად კი არ ვაკეთებ ამას. ქონია ეგ აზრები, დამჯდარ და უცებ რომ მოგივა, ხო იცი რა? ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში აი რა გააკეთა და ამდენი გოლი აქტებს გადაინი, პელეს გაასწრო, საუკეთესო ბომბარდირია და არაფერი შეიძლება არ გაგახსენდეს, თო გოლი ხორვატიასთან მართლა ეგ არის? 2022-ში? და სუნიგა რომ ხსურტყავს სულში, ანუ ეგ მორჩა? კოპა ამერიკაზე, სადაც ნახე წააგო და სადაც ვერ ნახეთ ის მოიგო ბრაზილიამ. აი ორში რონალდინიო როც ითამაშა, ისეთი მსოფლიო ჩემპიონატიც არ ქონია. აი ორში რონალდინიო ხო მესამე კაცია, ხო, შეტევაში ვიტყვი რომ რივალდო რონალდო არიან ულაპარაკოთ. რონალდინიო უბრალოდ რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იმოქმედა რა, რაღაც მომენტებში. ისა გაიტანა, არ შეიძლება ბევრ მოთქვას რომ გამომართლა მაგ გოლის დროს. ხო, მაგრამ მაგის საგოლე პასი იყო არანაკლებ მაგარი, ეშლი კოლს რას უკეთებს და მე რივალდოზე პასი. ასე რომ
ხო, ეგრე გამოდის, არა. საუკეთესო მომბარდირია ყველა დროის ნაკრების, მაგრამ ნუ თა რა ნაკრების 14-ის ჩემპიონატში მაგის ყოფილიყო, როარას უნიგას მომენტი. ეგრე მიდიოდა. ბრაზილიამ ისე წააგო თამაში რა. მე 10-დან 14-მდე შეყარა ბევრი, როცა ბრაზილია ძალიან უაზრო ნაკრებებს ეთამაშებოდა, იმიტომ რომ ხო არ თამაშობდნენ რაღაც შესარჩევს თუ იმას და მაგიტო რა პანამა და რავი, აი სულ ეგეთ გუნდებთან არის, ძალიან ბევრი გუნდი შედეგიანია თავის კონმებოლის იმაში, შესარჩევში. ალბათ. ბევრი ხო, არა ექნება, მან ბევრი ექნება. ალვარეს რაც მოვიდა, ეგ წესი გასაუქმებელია და მსაჯები მაგ დროს თავიდან უნდა ასრულებინებდნენ დამრტყმალს პენალს და არ უნდა ითვლებოდეს გაფუჭებულ 11 მეტრიანად. ეგ წესი რო შესასრულებელი. ახლა მე საუბრობთ. აი მაგ ლოპი. ხო. არა, რა. მოდი ვიკამათოთ. წადი იქით და მე ვიკამათოთ. აკეთავდი შენაკიცა ხო? ხო, ვიკამათოთ. ბიჭო, თამა ერთის უცხოელად რასაც ფიქრობ. ой, არ ვიცი გულწრფელად რას ფიქრობ, იმიტომ რომ მეორე სხვა ორივე სულ იქნება ამეხმაროს ეგ რაღაცაში. ორივე შეთანხმება. 3-2-1 იქნება. აიცა. ой, ჰა. მაგაც ამოვალ მე და შენი კიცადი, ჰა. 3-2-1 აღარ დაგჭირდა და რატო არის ეს? 40-50-ზე. ანუ ორივე სტეიტმენტს დავეთანხმებოდი. აი მაშინ თუ კიდე კალას დავაწყებინოთ და მე არგუმენტებს რომ მოისმენ, მიხვდები. კაი. მიდი კალ დაიწყე. რატო არ არის გასაუქმებელი? სად გადის მიჯნა? ხა თქვათ ალვარესის ეპიზოდზე იყო პატარა გადაცდომა და ოდნავ შეეხო. აი სხვა ეპიზოდში მე როგორ საზღვავთ. ფეხბურთელი თუ მივიდეთ ესე დაარტყა საერთოდ ის არა ქვია. შეითამაშა ბურთფეხში და ესე დაარტყა, მაგას თავიდან უნდა დაარტყა, ასე თუ ფეხი აღუსრიალდა და ანუ ძელს მოხვდა სხვა რაღაც არის, მე ანუ ძალიან ეს არის ფეხბურთელის პასუხისმგებლობა. რომ მივიდეს და ბურთს დაარტყას ისე რომ მეორე ფეხში არ გაირტყას და მეორე ფეხი არ შეეხოს სანამ არ დაარტყამს. და გასაუქმებელი დაგვენანა დასანანია ერთი პენალტი გაფუჭდა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, ამიტომ ატლეტიკო ეს რა თქმა უნდა ანძაფრებს სიტუაციას, მაგრამ წესი არის წესი. როგორც თამაშგარი მდგომარეობაზეა, რომ სანტიმეტრი იქნება მე შენ მეკამათები ხოლმე ხშირად რომ აბა იქ მე სანტიმეტრი დაითვლება მაშინაც ერთ ხაზზე იქნებიან თუ არ იქნებიან. ეს მოცემულობა ფეხბურთელმა იცის, რომ ისე უნდა დაარტყას, რომ ბურთს არ შეეხოს. და თუ ახლა რისკიანად უნდა დაარტყმა ისე რომ მაშინ რა შედეგიც დადგება, ის შედეგი უნდა მიიღოს. რას დაუპირისპირე? არაფერს ვეთანხმები. მაშინ დალი. ვეთანხმები. ეგრეა, იმიტომ კი, მესმის რომ. ნახე, მე კარი რო გადმოდგავს. ნაბის. და ამეორებინებენ პენალს. რო აიღო, ამეორებინებენ, ანუ კი არ უთვლიან დამრტყმალს, აცილებულ პენალს. ამეორებენ ბარათსთან, ხო? ბარათს არ აძლევენ. არა, როგორ არ აძლევენ? ბარათს აძლევენ? ბარათს აძლევენ. გადმოწიროს. არის ხო, ნახე, მეკარე რო გადმოდგავს ნაბიჯს. ბან მეკარე ხეირობს სიტუაციაში, როდესაც ინტერს წაგებული სიტუაცია არის, ხო? იმიტომ რომ ითვლება რომ პენალტის დამრტყმელი ძალიან მომგებიან სიტუაციაშია. ანუ პლუსები ამისკენაა. ანუ მეკარე ძალიან ცუდი სიტუაციიდან კარგ გამოსავალს პოულობს წესების დარღვევით და ეს ისედაც მომგებიან სიტუაციაშია და მომგებიან სიტუაციაში სისულელეს აკეთებს, ამ შეცდომას თვითონ უშვებს. ხო, არ ვიცი რა, ანუ ძალიან სამ. და ერთ შანსს აღარ მივცეთ, რომ გაიმეოროს ეს პენალტი? იმაში არ გეთანხმები ხა შეითამაშა ესე დაარტყა ეგ სისულელე. არა, ეგ რა თქმა უნდა unintentional. სულ ეგრე და არა, რომ მივიდეს ტიპინა. სულ ეგრე დაარტყავს, თუ შევთანხმდით რომ ორ შეხების გამო თავიდან ვარტყმევინოთ, მაშინ მაინც თავიდან დავარტყმევინოთ და უთხრათ რომ დებილი ხო არ ასაკეთებს შეჩემა. თავიდან დაარტყი. წესია რა, ერთი ფეხით. ან მეკარეს ნახე თავიდან ხშირად მოსდიოდოთ ეგეთი რაღაცები და წესი გახდა წესი, ეხა ნაკლებია რა, ხაზზე რჩებია. სხვა ნახე სხვა რაღაცა. მეკარე იგერიებს მან ბურთს. ხო. გოლი მან არ გადის. ხო? რა უნდა ქნა? გოლს ხო არ ჩათვლი, რომელიც არ გასულა. მაგიტო ურტყამ თავიდან. და გოლი გადის. ამბობ რომ გამაზაო. ანუ ეგ ხო გამოდის. თამაშს წესების დარღვევით დაარტყა. წესების დარღვევით დაარტყა. ანუ სხვაობა ეგა. მაშინ უსამართლო ბექემა რო დაარტყა და გაზონის გამო რო შეადგინახსოთ ფეხი და ჩაუდიათ ამ გაზონთან, ბურთი ამოწეულა და წასულა კოსმოსში, მაშინ მაგ შემთხვევაში თავიდან მე მგონია რომ უსამართლობაა ეგეც. ანუ რო რატო? ანუ ხშირად ყოფილა რომ გაზონის გამო უცვლავ ფეხი. ლაზერსო განათებენ მაშინ. ესეც რაღაც ხო, ანუ ეგრე. მე მინახავს რომ თორე უსამართლო და ის შეიძლება შეგეცვალოს ტიპებს გოლი გაუტანიათ ეგრე და ჩათვლილა პენალტიდან, იმიტომ რომ არ იყო ვიდეო რეფერი. მინახავს რომ ეგეთი გოლი გასულა და ჩათვლილა. კი ბატონო. მინახავს ვიდეო რეფერის პერიოდშიც გაფუჭებული პენალტები ეგეთი კი ბატონო. რამ გამოიწვია ეს დებულება უბრალოდ მაგას ვეტყვი მაყურებელს რომ ფაბრიციო რომანოვას დაწერა გულში რომ განიხილავს UEFA ამ წესის საერთოდ შეცვლას და ისე და წეს თუ შეცვალეს ვიტყვი რომ კაი შეცვალეს ეგეთი წესი გვაქვს აწი ბაზარი არა რომელი უფრო იქნება სამართლიანი მაგრამ მაინც ეს მეკარესთან არგუმენტის მოყვანა აი ერთადერთი რაც ხელს მიშლის რომ დავეთანხმო ბოლომდე მაგას არის ის რომ
მე კარა იგერიებს ბურთს და გოლი არ გადის, მაგრამ გამოსავალი არ არის ხო? რა უნდა გააკეთო? წესების დარღვევით მოიგერია ტიპმა ბურთი. პენალს გოლს ვერ ჩათვლი, იმიტომ რომ არ გასულა და ვერ დატოვებ ვერც მაგ შედეგს, ხო? იმიტომ რომ წესების დარღვევით მოიგერია. თავიდანვე დაარტყა. აქ სხვა გზა გააქვს. აქ სხვა გზა ისაა, რომ მივიდა ტიპი და თვითონ გააკეთა სულელი ხო, ორჯერ მოერტყა ბურთი ფეხში ხო? დებილია ესე იგი, ხო? აუარესი ძალიან მიყვარს, მაგრამ სულელია რა. მაგიტო აქ უფრო შეგიძლია. კი. აი, წავაგე მოკლედ. ეს კი, მაგრამ ძალიან თამაში ჯერ არ წაგიგია, შეიძლება დააკამბექო კიდეც, იმიტომ რომ კალა კამბექით იგებს. მე ისეთ გუნდს გულშემატკივრობ. მარადონას ღმერთის ხელი თაღლითობად უფრო უნდა გვახსოვდეს, ვიდრე ისე როგორც გვახსოვს. როგორ გვახსოვს? აი, როგორც რომანტიკული. ხო. რომანტიზირება მოხდა მაგ მომენტში. ღმერთის ხელი, მაგრამ თაღლითობად ხო უნდა გვახსოვდეს უფრო. 3, 2, 1. ვა! არგენტინა. ვერ დავეთანხმები ვერავის. წინა რადგან კალამ დაიწყო, მოდი ვერავის ვერ დავეთანხმები მაგას, იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა, ხო, წესების დარღვევაა, მაგრამ სულ სიტუაციაში ხარდათ. არის მსაჯი, არის თანამსაჯი, უნდა დაენახათ. არა, კი ბიჭო, კი, თაღლითობაა. ბუნებრივია რომ თაღლითობაა, მაგრამ თაღლითობა არ უნდა გვახსოვდეს. თაღლითობა არის. მაგაზე ხა როგორ ორი აზრი არაა, ხო? ახტა ტიპი და ხელი დაარტყა ბურთს. თაღლითობა არა ჯანდაბა, მაგრამ თაღლითობა არ უნდა გვახსოვდეს ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. ერთი ის რომ დიეგო მარადონაა. არის მსოფლიო ჩემპიონატი 86 წლის, რომელიც არის მარადონას ჩემპიონატი და შესაძლოა მაგ ჩემპიონატიდან ეგრე თაღლითობა დაიმახსოვრა, რომ უკვე სისულელი. თავარი ფაქტორი, რაც არის, ინგლისელები გაცილებით მეც იმსახურებდნენ, ვიდრე მიიღეს მანდ, რომ ტიპმა წესების დარღვევით გაუტანა გოლი და მე მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლი გაუტანა, კიდე მეც იმსახურებდნენ, გაცილებით მეც იმსახურებდნენ, იმის გამო რაც გაუკეთეს არგენტინას. რომ ამდენი ადამიანი დაუხოცეს და იმ ომში ამდენი ადამიანი მოუკლეს, ხო? აუ წავიდა ეს. რა არის? აბა მარადონას რატო ქონდა მაგ თამაშის წინ განსაკუთრებული გამოსვლა თავის თანაგუნდელებთან, რომ აი რაც ესე ნუ დაუბრიდოთო აქ, უნდა ამოხოცოთო, მოვუკლოთ, მოუგოთო, იმიტომ სხვა შედეგი მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო არგენტინისთვის, იმიტომ რომ ეთამაშებიან ნაკრებს, რომელთაც ომი წააგეს. ომი წააგეს თან იმ კუნძულებზე, რომელიც თავისად მიაჩნიათ დღემდე. და даже ფოლკნერს არც ეძახიან, მალვინებს ეძახიან, ხო? სხვა სახელს ეძახიან საერთოდ. ამ ომიდან გამომდინარე, ამათთვის ყველაფერი მოსული იყო. არგენტინისთვის ეს თამაში არ იყო ჩვეულებრივი ფეხბურთის შეხვედრა, ეს არ იყო ჩვეულებრივი თამაში. ეს იყო ომის გაგრძელება, რომელიც არგენტინას იქ რო წააგო, აქ უნდა მოეგო. ამიტომ ყველაფერი მოსულა საერთოდ მაგ ეგეთ სიტუაციაში. ისე როგორც საქართველოს შემთხვევაში 2009 წელს რო რუსეთთან გეთამაშა სიტყვაზე. დღეს კაი, დღესაც ხო რა სიტუაციაა სიტყვაზე, მაგრამ 2009-ში გეთამაშა ომის მერე რუსეთთან. ყველაფერი მოსულა მან. ხელით კი არა, თუ გინდა იმით გაიტანა, რა ქვია ხო კი ჯოხით შეაგდე გოლი თუ ან რა იცით გინდა ყველაფერი მოსულა მათ მაგრამ კი წესების დარღვევით შეაგდო ბაზარი არაა ვიცით ეგ დებილები ხო არ ვართ ახლა მაგრამ მაგით ეგრე არ უნდა დავიმახსოვროთ ეგ მარადონას ფაქტორიდან გამომდინარე იმ ფაქტორიდან გამომდინარე როგორც ჩემპიონატი ქონდა და თავარი რა დატვირთვა ქონდა ამ შეხვედრას არგენტინისთვის და რა მნიშვნელობა ქონდა ამ შეხვედრას არგენტინისთვის არავის არგენტინაში არ ვფიქრი რომ როგორ შეიძლება ხე ხელით როგორ გაუტანა გოლი დიეგომ პირიქით ორ მაგად ბედნიერები იყვნენ და ეგ უფრო მაგარი იყო კიდე არგენტინელებისთვის, რომ ხელით შეუგდო გოლი. დიდი მადლობა გასაგებია. იცი, შენ ახლა ლაპარაკო ბოლომდე არგენტინელის პერსპექტივიდან. ეხლა ხო არა, ნეიტრალური თვალიც არსებობს, რომელიც ფეხბურთს უყურებს უბრალოდ და ფეხბურთს აქვს თავის წესები. ხელით თამაში. ვინ თაღლით ამ საჯმა მარადონამ თუ ვისთან იყო ჩაწყობილი, მნიშვნელობა არ აქვს. ხელით თამაში არის, რა ქვია. რომ მესიმ რო გაუტანა ასევე ესპანიოლს იყო, რომ და ზეიმი რო დაიწყო, მე პირადად ისე მომეშალა ნევრები, რომ ეს უტიფრად, აი ეს ხელი გატანის მერე ხო შეიძლება რომ საჭმაინს გახედო ჯერ დაელოდო, გითვლიან თუ არა, აი და იმიტომ რეალის გულშემატკივარი ხო, ბოლოტური იყო. გავიგე, ხო, არა ისედაც რა, რომ მინახავს ეგეთი რაღაცა, იმ ფეხბურთსაც პატივს არ უცემ ხოლმე, ვინც აი ესე რაღაცა, კი, მაგ შემთხვევაში არის რაღაცა ბექგრაუნდი, ომი და რაღაც, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რაღაცა გააправე. მე არც რუსეთთან მოგება არ გამიხარდება ხელით, არა, ყოველთვის წამოგაწახებიან, რომ ისაც მოუგეთ, ისაც გამიხარდება ბიჭო. არა, ნუ იცი რა არის? ეგ უფრო გამიხარდება. დარჩება. ხო და მე ნახე, ყოველთვის გეტყვიან მაგას. ყოველთვის რომ შენ მე თამაშის წესების არა, გავიგე, აი ჩვენ ხა ლოგიკური რა რუსეთთან მოგებას თუ ვიღაცა მეტყვის შეჩემა, აა, ხო, მაგრამ ეხლა ჩვენ ხო ლაპარაკობთ ნეიტრალური სუკირო ჩაკრა შეჩემა.
პირველი თამაში რო იყო. მე ჩემ ოდეში დაგასრულებინეთ შუკირო ჩაკრა იმ ჩამკრალ სტადიონზე შუკირო ჩაკრა იმ ჩამკრალ სტადიონზე რო შევიდა 2 გოლი და შუკიან დემოლიყო და 2 გოლი დაწერილიყო თანახმა ვიყავი შეჩემო. ინგა ძალიან თქო რომ გავაჩეროთ, იმიტომ რომ არ მეძლევა მე საშუალება. ჩავჯდებით. ხო, ანუ აქ ლაპარაკობთ რა არის ლოგიკური, რა არის გონივრული და არ ლაპარაკობთ არგენტინელი, ქართველი. არავინ არ გეუბნება იმას, რომ წესების დარღვევით არ გაუტანიაო გოლი. დიდი მადლობა. ხო, მართლა. ხო, მაგას დამხტები. ვა, რა მაგარია. მაგას დამხტები. მაგ არის საუბარი იმაზე, ეგრე უნდა დაგამახსოვრდეს თუ ბიჭო, არა. ეხლა შენ არ დაგამახსოვრდება, მაგრამ ვის არ დაამახსოვრდეს? ჰა? ვის არ დაამახსოვრდეს? ფერბურთის მოყვარულს. ფერბურთის არგენტინელის პერსპექტივიდან რატომ არა, არგენტინელის პერსპექტივიდან არ გეუბნები. მე გეუბნები რომ შენ როგორც ადამიანმა, ნახე ინგლისელის პერსპექტივიდან რო გელაპარაკ, ხო, მე ხარ გელაპარაკ ინგლისელის პერსპექტივიდან. დავამიჩნო, არგენტინელები და ინგლისელები გავწევ. რო გაგიტანოს ეგეთი გოლი ხელით. ნო, მაგა გამიტყდება ძალიან, ხო? ხო, აბა რა გინდა მაგრამ მოიცა, ნახე, მოიცა. არგენტინელები და ინგლისელები ვერზე გავწიოთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები ავიღოთ რა, ყველა მოქალაქე. კონტექსტი ხო უნდა გაითვალისწინო. ამ გადმოსახედიდან რო უყურებ ამ სიტუაციას, კონტექსტი ფერბურთს ვეწყობ, შენ ისტორიას გადახედავ ხა მონდების და ხო შენ გადახედავ, მაგრამ ამას აქ ამის ის არა ქვია. რას მოლაპარაკებდი ხა? ნახე, შენ ნახე. ანუ შენ სულერთია საპოვნელა იმას უყურებ, არა, სამგურალს? არა არის სულერთი. ანუ ხო აქ ნიშნულობა დონესაც გააჩნია და ბევრ ამას გააჩნია. დონეზე კონტექსტ თამაშს ხო გააჩნია, კონტექსტ ხანდახან რაღაც თამაშს მარტო იმიტომ უყურებ, რომ რაღაცა მოხდა სულ სხვა სფეროში. მაგრამ რაღაცა მოხდა. კი, ამერიკა ირანი რო იყო თუნდაც. ხო. იმიტომ რომ ამერიკა ირანი კონტექსტი ხონდა გაითვალისწინო რა ხდება ამ სიტუაციაში. ამიტომ მიზანი ამართლებს საშუალებას ხარ შენ ახლა. ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა სიტუაცია. რა თქმა უნდა, ირანელებისთვის ის თამაში იყო, ნუ მოუკლად იყო. ფერბურთის წესებს უნდა გავუწდეთ, დავხოცოთ მართლა მოუკლად სტადიონზე და ესე მოვიგოთ. მოუკლად ვინ გეუბნება ხომ? ანუ აი ინგლისელი ფერბურთელი რომ მოდიოდეს ხასთან და შენ სახეში წიხლით გააჩერო და მოკლა, აი რომ მოკვდეს ის ტიპი. გარდაიცვალა. ხო არ მოსულა. ანუ ეს რაღაცები არ მოსულა. ხო და თაღლითობა ხო არის ეგ რო ხელი. რა მოკლად თაღლითობა, კაი, ხელი გატანილი გოლი არ მოკლს რაღაცა მოკლა მარადონა ამბობდა რომ მოკლად დავმარხოთო ესენი და. არა, ეგ რა რუთქამს ახლა კაცო, ჩემი უტრება იყო. ამბობდა იმას რომ მოეგოთ ეგ თამაში აუცილებლად რომ მოუყარიყვნენ თვითონ. მოეგოთ წესების დაცვით. არა. წესების დაცვით. ზალადობა ხო ხო, ახლა ზალადობა სიკვდილი ვიღაცას მაგას არა ალბათ. თაღლითობა. კაი. საჭთან რო ჩაეწყოთ და ვაიდა ჩააწყვეს. აი წინასწარ იყო საჭი გაფრთხილებული, მაგას თვალნო დაეხუჭა. რა ეგ და არ ვიცით, იქნება ეგრე იყო. ეგ მოსულა? კი. ანუ რა ეგ რანაირი რევანშია, რანაირი ის არის რა სიტუაციაში ბიჭო ამ მე გეუბნები ამ ტიპების გამოსახედიდან გეუბნები მე ჩემი მინდა კი არ გეუბნები ჩემი აზრს კი არ გეუბნები ხო მაგტიპის გამოსახედიდან არა ზოგადად ფერბურთს усმატყვა ზოგადად გამოგახსოვს არგენტინელებს მარადონას კიდევ ერთხელ ამბობ მარადონას გოლი თაღლითობად არ უნდა აღვიქვათ სხვა მეორე გოლი პირველი გოლი ხელით გატანილი გოლი ხელით გატანილი გოლი მიუხედავად იმისა რომ ვიცით რომ თაღლითობაა ხო თაღლითობად არ უნდა აღვიქვათ იმ პირობებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე რომელიც იყო რაც ხდებოდა ლამაზი ისტორია გამოვიდა საუკუნის გოლი რო გაიტანა ვაი რო გადახარა ისიც შეიძლება არც გოლი არ ჩაიქლებოდა კაცო ვაი რო ყოფილიყო ინგლისი მოიგებდა მაგ თამაშს დებულება რა იყო რომ დაგვამახსოვრდეს თაღლითობა თუ არა ხო თაღლითობაა რა თქმა უნდა ისაც მე არ tudom გააკეთა მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე რომელიც იყო ამ თამაშის წინ შექმნილი და რა სიტუაციაა თაღლითობა არ უნდა არა თაღლითობა ისევ არის მაგრამ თაღლითობა არ უნდა დაგამახსოვრდეს ეს უნდა დაგამახსოვრდეს არ უნდა დამახსოვრდეს არგენტინის გულშემატკივრიდან მელაპარაკები ის არა ფეხბურთის მოყვარულიდან გამომდინარე არ უნდა დაგამახსოვრდეს თაღლითობა იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია როდესაც ამ ტიპმა თავისი ქვეყნისთვის გააკეთა და იკადრა მათ შორის რაღაც ისეთი რაც უნდა ეკადრებინა შეიძლება მაგრამ გააკეთა ყველაფერი რომ თავის პატრიოტული მოტივების გამო წააგო ამ ტიპებთან ამ ომის წაგების გამო თაღლითობით მოუგო, მაგრამ არ უნდა დამახსოვრდეს თაღლითობით. ხო, უნდა დაგამახსოვრდეს იმათ თუ ტიპმა თავი შეიძლება თქვა თავი გაწირა თქვა ხო, ეხლა იმიტომ რომ ეხლა კარგად არავინ არ მოიხსენიებს ამას ხელი გაიტანა. ეხლა მივხვდი რა სამბო. ხო, ანუ კონტექსტიდან გამომდინარე ვამბობ. რა კონტექსტი იყო, ხო. თაღლითობა არის ბაზარი არა. არა, დატო ჩემი ასე წააგე. კი ბატონო, არ მე პრობლემა. მე კალას არგუმენტები უფრო მომეწონა. მე რაც რაც იგულისხმობს. ეგ რაც ითქვი, არ არსებობს რომ მე თქვა, ეგ კაცო თაღლითობა, იმიტომ რომ აი შანსი არა. სუარეზეც ამბობენ რომ განელები ამბობენ რომ სუარეზმა ითაღლითობა. სუარეზ დაისაჯა. თაღლითია, ხო, დაისაჯა. ეგ არა, თაღლითობა. კი, ეს გამოიყენა ხელება, იმის გამო დაისაჯა და მე რო ვერ გაიტანა ასამოა ჯანმა თუ გიანმა როგორ იკითხება იმის გვარი. წესები რაც იყო, იმ წესები დაარღვია, მაგრამ დაისაჯა. მარადონა არ დასჯილა. მაგრამ რა თქმა უნდა, მარადონა თაღლითობა, სუარეზი არა თაღლითობა, მაგრამ მე მგონია რომ თაღლითობა არ უნდა დაგამახსოვრდეს იმ სიტუაციიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც ამ თამაშის წინ იყო შექმნილი. ეს ყოფილიყო არგენტინა, ესპანეთი. ბაზარი არა, აბსოლუტური აბსოლუტური. რახან ინგლისი იყო, ვერ აღვიქვა მე ეგრე
გასაგებია რომ მიკერძოებული როგორც არგენტინის ფეხბურთის შემადგენლობი, მაგრამ კონტექსტი რო ანუ მესიმ რო ითაღლიცა, იქ თაღლითობაა. არა, იმიტომ ესპანიოლი იყო. ხოდა მაშინ ყველაფერი აიქცევა. პრინციპულ მეტოქესთან მოსულა. მეტისთან არ დაჭირდება. პრინციპულ მეტოქესთან რაღაცები მოსულა რა. რატომ როდალიო გავიგეთ ის თქმა გინდოდათ მივხვდით მე პირადად არ მახსოვს როგორც თაღლითობა ნუ ეგრე რო უყურებ მაგას არ მაგებინებ უკეთესი არგუმენტები ქონდა მოიყვანა და შეადარა პარალელურად მოიყვანა თაღლითობაა რეალურადაა იახშნია მოიყვანა ხოდა ეს ხო თაღლითობაა რავთა მე ვეთახმები დავდეთ ბრო რავთა მადლობა არაფერს სტუმრებო იქ რაღაც ეტაპზე გექნება კამბექის შანსი ან კიდე ხო წავაგო ან კიდე ერთხელ წაგებთან იქნებ საერთოდ ცხოვარი კონკურენტი ყავდეს კავაგილოსა გამარჯვებას ნაკრებ ფინალში ვინ ხდება იქ და ბადიდან მაინტერესებს აი გაირკვევა მადლობა მაყურებლებსაც მადლობა ფაბორ 24-საც გვიყურეთ გამოგვიწერეთ და კომენტარებში დაგვიწერეთ რომელს უფრო ეთანხმებოდით და სად მივიღე ყველაზე სუბიექტური გადაწყვეტილება იმიტომ რომ სადღაც მივიღებთ ალბათ